დილამშვიდობის, ესეც ჩემი ნახატი. ციფრების მიხედვით რომ ხატავ, სახებავი რომ მოყვება, რომ გეუბნებოდით. ესე სახებავი მოყვება და ნომრილი და ესე აფერადებ. ნომრების მიხედვით, მაგრამ საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ნახეთ რა წვრილად დაწერია ზოგიერთ ადგილზე. მაგრამ მე მგონი საბოლოო შედეგი იქნება ძალიან ლამაზი. რაც შეეხება ამინს, საჩამოდისო რომ იტყვიან, აი ისეთი ამინდია ჩვენთან. გარეთ გასვლა რომ შეგეზარება ადამიანს. ჯერ ჩემებს ძინავთ ტკბილად და გემრიელად და დღეს გადავწყვიტე მოცვის და ალუბლის შვის ფაფა გავუკეთო. ესეთი შვის ფაფა იყო ფასდაკლებით კარფურში იმ დღეს და კი წამოვიღე და ნახოთ როგორ მოეწონებათ და მაქვს კიდე შვის რძე და კონკრეტულად შვის რძეზე გაკეთებული გამოდის უგემრიელესი. ესეც გოგოები შვის ფაფა, დაუმატე ცოტა ვანილი და თაფლი და წავედი ახლა გავაღვიძო. ამ ქალბატონს იცნობთ თქვენ? იცნობთ? ამ ქალბატონს აგერო არის? ეს არის მაიმუნი მამნე გოგო, რომელიც ყოველ დილით, ხო, ყოველ დილით გვიშლის ნერვებს. გაჩერდი, კბილების დათვლა კი არ უნდა, ვინმე შენი კბილების დათვლა, გოგო. ბანანა. ყოველ მეორე დღეს აცვი და იგივე ტანსაცმელი. ბანანა. დაბრძანდი. ევეკო წავიდა სკოლაში. ეხლა დანი მიყვავს ბაღში და მე ნარგო და მე მივდივარ ქუთაისში დაბრძანდი. ბანანა, ლიზა, ბანანა, წავედი. ბატონო გიორგი, როგორ ბრძანდებით? რა გჭირს? ვაიმე. ამის ამას მიჭერია თქვია მესროლენ ფეხში. წაგიყვანო კაი ექიმთან, ჩემი ფეხით წაგიყვან. ვიყავი ამოსაღები მოგვეჯო. მერე სად იყავი ვისთან? იქანე მინდოდა ბზიკაძეს და ადგილი არის. ხალხი იყო და ეგრე შევედი აქეთ ბანკის საკით როა სევტრიკოსი. არ ვიცი, გვინები არიან, მაგრამ მეც წინა კვირაში ამოვიღე კვილი. ამოსაღები გახუო ძველი. 100 ლარი დამიჯდა. აი ეს ეთერა ამბავია ამის და 100 ლარი დამიჯდა. აი ეხა მიხორცდება ნელა ბოლოდან მესამე კვილი. ბოლოდან მეორეა ჩე. საკმაოდ ჩამოტეხი. დააპლომბილი იყო, ჩამოტეხილი შეეცადა გადარჩენას, მაგრამ ვერ გადამერჩი. აზრი არ აქვს. ესახშია? კი. ორი არ მიზინია ვაფშე. მაიმე გიო მთელი ტორადოლმა მიშველა ძალიან. რაღაცა მითხრა და ნიმესილთან ერთად მიშველა, ოღონ ერთად თორემ. ნიმესილი არ გინდა გიო. დავით ასე მითხრა. ნიმესილი არ გინდა, იმ ღვიძლს კუც ანადგურებს არ გინდა. ოი შვიათავცო. მე როდის აპირებ წასვლას? ეს უშავათია? უშავაც მოდი 2 დღეო, ცოტაო. ანტიბიოტიკი არ მოგცა? კი, რაღაცა დამინიშნა, თორემ ძალიან გეტკინება ახლა რა მოგიღებოდა. მოდი 2 დღეში. მე ფერა მელოლია ვარ, რომ ამომეღო და მე რომ ამომეღო ძალიან გამიჭირდა 2 დღე ძალიან ცუდად ვიყავ. აი ძალიან ცუდად ვიყავ. ძალიან ცუდად ვიყავ. მე გეუბნები მკურნალობდა დაახლოებით 1 კვირა, ანტიბიოტიკი შიგნით ჩამიდო რა, ჩაასხა შიგნით ანტიბიოტიკი, დახურა კვილი, რომ იქნებ და ალაგდეს, ანთებაო და ვერ ალაგდა. ხო, ჩემს შუათი რა გადავიღო პირდაპირ გამოსაღები. ხო, არა, პირდაპირ არ მითხრე, იმიტომ რომ ანთება ჩანდა და იქნებ გადავარჩინო და მე რომ მივედი თუ გტკივა აზრი აღარა აქვს, კიდე გადამიღო და მოდი ამოვიღოთო და 4 ჯერ დამჭირდა ნემსის გაკეთება, ანუ პირველი 2 მიგრძენი გაკეთება, მაგრამ დანარჩენი უკვე აღარ მიგრძნია გაკეთება. არა, პირდაპირ ნემსი გამეკეთა. მაგრამ რა პატარა ინსულინის ნემსით აკეთებს და არა არის მწარე, просто წამლის შესვლას რო გრძნობ თორე და მე რო გაგიყუჩდება და კიდე რო დაგიმატებს ნემს აღარ გეტკინებ.
მაგრამ მე გამიჭირდა ძალიან, იმიტომ რომ ჩემთან ხო ანთებითი პროცესი იყო, რო ამომიღო, იმ ანთებითი პროცესი ამოღებით ხო არ შეჩერდებოდა და ანტიბიოტიკი გავაგრძელე და აი ამ დღეში ამომიღებს, იგი ახლა 100 მაგ არ გაჩერდება. გაჩერებული გაქვს. მიდი. თუ რაღაცა გიო აგერა ვარ და მე წაგიყვან, არაა პრობლემა. მე და ნარგო მოვიარეთ ქუთაისი. ქუთაისში რაღაც საქმეები გქონდა. ხო და მე გავიარეთ მაკოტა ჩემანქანს თვები რას მეკავს. წვიმაში მოვყევი და ნახეთ თავი რას მეკავს. გავიარეთ მის დაქალთან. იცით როგორ დაქალთან? ეველინა სტოლარო ვიყავი მე და რუსეთიდან რომ წამომიყვანა მისმა დაქალმა და მისმა დამ. და მე 1-4-5 დღე მაგათთან რო ვიყავი ქუთაისში სახლში. და დღემდე რო ტკბილად მახსოვს, აი იმ სახლის სუნი რომ მახსოვს, მათი დამოკიდებულება, ტკბილად მოპყრობა, ზედ გადაყოლა, ნუ ყველაფერი რომ მახსოვს მათი და აგროჰაბში გავიარეთ, ანუ გზად აგროჰაბი გქონდა, საიდანაც შეიძლება რაღაც წაგვეღო და წავიღეთ ხალხო მარწყვის ტორტი აგროჰაბის. ხო, თითქმის ყველა საკონდიტროების ნაწარმი მაქვს, რაც წყალტუბო ქუთაისის ტერიტორია, ნუ თითქმის თლათ ყველა არა, მაგრამ თითქმის ყველასი მაქვს გასინჯული და ყველას ეტყობა, რომ არის გამზადებული ნახევრად ფაბრიკატებით, ანუ ფხნილით. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ სიმართლის თქმა მიყვარს. თითქმის ყველას ეტყობა. ეს იყო უგემრიელესი, აი კრემი დიპლომატი ვინც იცის. კრემი დიპლომატი კეთდება მოხარშული ეს სამაგრი ხომ მიშლის ნერვებს. მოხარშული კრემი კარაქით და ნაღებით. ეს მზადდება კრემი დიპლომატი. და აშკარად ეტყობა, რომ ესე არის დამზადებული. მე შემიძლია აქ მანქანით შესვლა? კი არ ვიცი თუ შემიძლია შესვლა. მოდი. მე მგონი არ შემიძლია. ხო და აშკარად რო ეტყობა, რომ ესე არის გამზადებული. იყო საღი, საოცარი ბისკვიტი, სასწაული კრემი, ძალიან გემრიელი, ანუ საერთო ჯამში იყო უგემრიელესი. და ძალიან ყვაყოფილი ვარ, ასე რომ ქუთაისში ვინც ახართ ან წყალტუბოში გაითვალისწინეთ აგროჰაბში არის უგემრიელესი მარწყვის ტორტი, მოხარშული კრემით. ხო და ვიჯერეთ მოკლედ მის დაქალთან გული. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ჩამოვედი ეველინას გავუმზადეთ ცეკვის ტანსაცმელები, საჭმელი დაჯიბებო მაჭამა და ეხლა მოვედი ერთ საქმეზე. მოდი ჯერ ამ საქმეზე შევალ და მერე გეტყვით თუ რაზე მოვედი, თუ ნუ ზოგადად გეტყვით როგორ ჩაივლის არ აქვს მნიშვნელობა, კარგად ჩაივლის თუ ცუდად არ უნდა ჩაიაროს, უბრალოდ შეიძლება ჩემთვის არ იყოს მისაღები გარკვეული რაღაცეები და ერთ წუთი. ბევრს ლაპარაკობ მაიკო. წავედით. ცეთი ამბებია. ნახოთ რა იქ. მოკლედ ვიყავი სამსახურთან დაკავშირებით გასაუბრებაზე, მეცინება უკვე სულ საჭესთანო ვარ ბლოგის გადაღების დროს. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო. არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო. ისეო დაგახასიათესო და იმდენი დადებითი თქვესო შენზეო. ძალიან დასანანი იქნება თქვენაერ კადრსო, თუ დავკარგავთო. ხო და არ ვიცი, ეხა მივდივარ ჩემს მეგობართან. ჩემი დაქალი მეგონა მანქანის ნომრებს დავაკვირდი. ეხა მივდივარ ჩემს მეგობართან. ჩემი დაქალის დაასთან უფრო სწორად. ვინც იქ მუშაობს, ვინც გამიწია რეკომენდაცია.
რომ გავესაუბრო კიდე დეტალებში რა როგორ და რანაირად. ხო და არ გეუბნებით ჯერ სამსახურია. ძალიან სასიამოვნო გარემოა, თუმცა ესეთი დატვირთული მით უმეტეს სეზონზე ძალიან დატვირთული სამუშაოა. და ვნახოთ, უბრალოდ ერთადერთი მინუსი, რაც შეიძლება რომ ვთქვა, რომ მინუსი აქვს, წაფიყაკაგენ ნერვები მეშლება. ზაფხულში არ არის დასვენება, სამწუხაროდ. თუმცა კვირაში ერთხელ გააქვს დასვენება. და შემდეგ ზამთარში როცა მოგიდება დასვენების აღება, გაქვს ფასოშვებულება ქვია მაგას ქართულად, ანუ შენ თვითონ რო აინაზღაულებ, ანუ არ გიხდიან რა შვებულების თანხას. არის ფიქსირებული ხელფასი და არის პლუს ბონუსები. მოთხოვნა იყო ენები. მაგ კუთხით მე პრობლემა არ მაქვს, იცით. ერთადერთი რაც ასე ჭეჭკათამა გულშიო რო იტყვიან არის ეგ მომენტი ზუსტად რომ ზაფხულში დასვენება, იმიტომ რომ ბავშვების წაყვანა გინდა დასასვენებლად. მაგრამ რა ვიცი, იქნებ ზურა ჩამოვიდეს და ზურამაც ხო უნდა დაისვენოს და ზურამ წაიყვანოს დასასვენებლად ბავშვები. და მე ვიმუშაო. რაღაცას ვიზამთ, არ ვიცი, აი წავალ ახლა გავესაუბრები ჩემი მეგობრის დას, ჩემი დაქალის დას და ნახოთ რას მეტყვის. მე გეფიცებით აგროჰაბის ტორტმა იმდენად მომხიბლა, სურვილი მიჩნდება ეხლა რომ ნელა-ნელა ყველა აგროჰაბის ნამცხრები და ამბები დავაგემოვნო. ძალიან მომეწონა, აი მართლა ძალიან მომეწონა. მართლა ძალიან აუ სატვირთო მიდის წინ. ყოჩახ, აი მალადეც. ჩემ წინ მიდის მანქანა. Honda, Fiti, თეთრი, ნომერს არ ვეტყვი. ნაგავი გამოყარა მანქანით. როგორ ვერ ვიტან ესეც იქს. საქციელს. მიკომ ჩაატარა. გადაფუა ბგონე. მართლა ფრჩხილები მოვიწესრიგე ხალხო. როგორ მოგწონთ? ჩას. დინგი. რაც შეეხება ჩემს კბილს, უბრალოდ ნაკბილარს, იმიტომ რომ კბილი აღარ არის. მიხორცდება ნელა-ნელა. ისე აღარ მტკივა. კაი გოგო არ. კიდე უფრო უკეთესი ჩემი სტომატოლოგი. ნაირნაირთან რამდენი ხალხია უკან? გულს უხარია, ბევრი ხალხი რო ყავთ. რანაირად არ უნდა გიხაროთ ეს ისე შენი ახლობელი ადამიანების წინსვლა. უნდა გიხაროდეს ახლობის კი არა, ყველა ადამიანის წინსვლა უნდა გიხაროდეს ადამიანს, ჩემი აზრით. არ უნდა გქონდეს ეს შურის და ბოხმის მომენტი. გასკდებით ერთ დღეს ვინც შურიანები და ბოღმიანები ხართ.